დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 30 სექტემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. აკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინში სახელმწიფოს კუთვნილი 403,000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. გურია ენერჯის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი. ასევე საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი ბრალდების წარდგენის მოლოდინშია. გამოძიების ინფორმაციით 2022-23 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გურია ენერჯის დირექტორი ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის დახმარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას დაეუფლა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ექსპერტიზის დასკვნით გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით მთავრობის ამბიციური მიზანია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ქვეყანამ ადგილი დაიკავოს ევროპის სამეულში. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის მათ შორის ბუნებრივია შესაბამისი საქმეების გამოცება, გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ გამოვიწიოთ ყველა შეასრულოს სამართალდარღვევა, ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა შეგახსენოთ, მინდა ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა, რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამის მიღწევა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა დავინტერესდით ხარჯეფიქტიანობით და ხარისხით. და სადაც ვნახეთ პრობლემები, ბუნებრივია იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. ხო, არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, კიდევ ერთხელ ხარჯეფიქტიანობის კუთხით არის კითხვები და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია ყველა პროექტი უკლებოდა, ყველა პროექტი გახორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან ბუნებრივია გაგრძელდება გამოძიება. რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთავის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კარა ორუჯევი. მან კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ორუჯევის სოფელ ყიზილაჯლოში ლელოდან იყო წარდგენილი. ოპოზიციური პარტია სუს ზეწოლაში, ძალადობაში, მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს თავად. ორუჯევი კი უარყოფს შანტაჟსა და ზეწოლას და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი გახდა ლელოს კურსი. ტელევიზიით აჩვენეს ჩანაწერი, ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ისმის ჩემი ხმა. მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც ლელოს პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლო ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული. ლელოს პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რომელიც წინა არჩევნებზე დაუშვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი. ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფული შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. ის რაც თქვი არის ის, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას. პარტია საკუთარი ნებით დავტოვე. ლელოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განმარტებით პოლიტიკური პოზიციები ლელომ თავად გაინადგურა. პრემიერის განცხადებით აღნიშნულ პარტიას ლიდერებიც კი ტოვებენ. მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუსის შარებით დატოვა ლელო. ხო, საკუთარი პრობლემები აქვს და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ. სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას. ხო, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როდესაც ლელომ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები. რადიკალური პროცესების დაფინანსების სქემა გიულია ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მეორე დღეა უკვე პოლიტიკური შეფასებების საგანია. ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის დედის გიულია ალასანიას უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდისავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას. ოცნება ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრის მეშვეობით სწორედ საქართველოს უნივერსიტეტში ახდენდა ახალგაზრდების ტრენინგს აქციებისთვის. მათივე განმარტებით სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნა საცილებული არეულობისკენ მიმართული ყველა ქმედება.
სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ არის რევოლუციების ცენტრი, სადაც ერთ პერიოდში ერთ დროს ფრანკლინის კლუბი მოქმედებდა, ახლა უკვე სხვა დასახელებით, სხვადასხვა კლუბები თუ სხვადასხვა პროგრამები მუშაობს. ამ პროგრამების დაფინანსებას, როგორც უკვე გასაჯაროვდა სქემა, ერთი მხრივ თავად გიული ალასანიას უნივერსიტეტი ახდენს, ხოლო მეორე მხრივ უცხოეთიდან შემოსული თანხები. ეს სქემაც გაშიფრულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა დამცავი სისტემები მუშაობენ იმაზე, რომ არც ერთი ასეთი ფაქტი არ გაიპაროს. ყველაფერი გაშიფრულია თავიდან ბოლომდე და განსაკუთრებული კონტროლის, ასე ვთქვათ, ობიექტად იქცა მათი ეს საქმიანობა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მე თავარი მოწოდება მაინც მექნება იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც შეიძლება არ არის გათვითცნობიერებული, თუ რა ავანტურისკენ შეიძლება მათი ეს ჯგუფი იქნას გამოყენებული და ნაბიჯი აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მათ მოვუწოდებთ, რომ ამ ავანტურისტებს თავი არ გამოაყენებინო. სხვა მხრივ 4 ოქტომბერი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ ვინმე კანონის დარღვევას დააპირებს, შესაბამის პასუხსაც მიიღებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რადიკალური პროცესების დაფინანსების სქემაზეც, რომელშიც სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უნივერსიტეტი ფიგურირებს. პრემიერის განმარტებით, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით და ცდილობენ საქართველოში რევოლუციური პროცესების ხალისებას. უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით. ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა მე ყველას მინდა დავბირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. ბურჟუაზიის დაანონსებული რევოლუცია როგორც შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმშელოთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა მივცე პირობა, რომ თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს. თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, 2-დან 5 წლამდე დაახლოებით მოუწიათ ციხის შესაძლოა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, პარლამენტის შენობის წინააღმდეგ და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, შეიფარდება ყველა მოძალადეს შესაბამისი კანონის მუხლი, ხო? ამიტომ ყველას მოუწოდებ სიფრთხილისკენ, ყურადღებისკენ, ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სოლოლაკში ეგრეთ წოდებული სტელად ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ეკუთვნოდა, მიმდინარე წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად კი ბაღი მუნიციპალიტეტს გადაეცა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, ამფითეატრი, ასევე მოეწყო განათების ქსელი, ბილიკები და განთავსდა საბაღე სკამები. ასევე სხვა ინვენტარიც. გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სკვერი სოლოლაკში. იცით რომ ჩვენი რაიონი არ არის განებივრებული ფართებით, მჭიდროდ და კომპაქტურად დასახლებული რაიონია. შესაბამისად ესეთი სკვერები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, თვითონ მოქალაქემ, როგორც ბავშვმა, ისევე ნებისმიერი ასაკის ადამიანმა მოვიდეს და დაისვენოს ამ ძალიან ლამაზი სკვერი და ისარგებლოს მისით. ჩვენ გავხსენით ეგრეთ წოდებული სტელას ბაღი, რომელიც იყო თეატრალური საზოგადოების აღნიშნული სკვერი, გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტს. მე ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოგი გეგეჭკორს და ქალბატონ მარიამ ლომთათიძეს. აქ აბსოლუტურად თავიდან მოეწყო მოსასვენებელი სივრცე როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. დიდი ღომში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა პერანიძე. მოსახლეობა სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა, მოისმინა მათი საჭიროებები და მოგვარებას დაპირდა. შეხვედრას საკრებულოს სიის წევრებიც ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ უბანშიც არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რაზეც უკვე საუბრობთ მოქალაქეებთან, მათგან ვიღებთ ინფორმაციას და
უკვე შემდეგი წლის ბიუჯეტში მათთან ერთად დავგეგმავთ იმ პრიორიტეტებს, რაც აუცილებელი არის. დღევანდელი დღეს ნათელი მაგალითია იმის, თუ რამ ხარდაჭერა აქვს ქართული ოცნების გუნდს. შალვას ყველა კარგად იცნობს, შეიძლება საჯარო პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გამს, თუმცა ის წლების განმავლობაში იყო მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი ავტოცინწაძის მამუკა მდინარაძის და შესაბამისად მოსახლეობის ყველა პრობლემა კარგად იცის, უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან, იცის მათი პრობლემები და იცის ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ჩართულობით შაკოპერანძე აუცილებლად გახდება საბურთალოს მაჟორიტარი და რაც მთავარია დედაქალაქის მერი, მოქმედი მერი და მომავალი მერი იქნება კახიკალაძე. რუსთავში წინა საარჩევნო კამპანია გრძელდება. ნიკოლაძის ქუჩაზე მოწყობილ ახალ შიდა საუბნო სივრცეში ნინო ლაცაბიძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას და მათ მომდევნო 4 წლის გეგმაც გააცნო. მოგვიანებით ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შეხვედრა 13 ასურელი მამის სახელობის ოლქშიც გამართეს. საარჩევნო შეხვედრებს კანდიდატებთან ერთად რუსთავის დელეგატიც ესწრებოდა. მოვიარეთ თითოეული უბანი, თითოეული სადარბაზო, მოსახლეობასთან ჰქონდა აქტიური შეხვედრები, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს გუნდს შემდეგი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი. დღევანდელი სივრცე არის კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ერთობლივად განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შევხვდით თითქმის ყველა ეზოში ჩვენს მოსახლეობას გავაცანით ჩვენი 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ კვლავ გაგრძელება ჩვენი ქალაქის წინსვლა და განვითარება. ახალციხის მერობის კანდიდატი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ვარლამ ციკლაურმა კარდაკარ შემოიარა სოფელი აწყური და შემხვედრ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ და მათი იდეები და საჭიროებებიც მოისმინა. აქტიურად ვაგრძელებთ წინა საარჩევნო კამპანიას, ფეხით შემოვიარეთ სოფელი აწყური, შევხვდი მოსახლეობას, გავეცანი მათ საჭიროებებს და ვუთხარი, რომ ერთად შეგვიძლია ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ახალციხისათვის. შავიზღვისპირა ქალაქი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების მასპინძელია. ბათუმში გაიმართა თამარ ლიჩელის მასტერკლასი. დღეს კი კონცერტს გამართავს გიგი პიანომენი. კლასიკური მუსიკის საღამოები ოქტომბრის ბოლოს ბორჯომში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, ფესტივალი მაისში დაიწყო. მისი მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებაა. 2 საათიან მასტერკლასში შეიძლება ერთი სიტყვა ან ერთი წინადადება იყოს ისეთი, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდეს გადამწყვეტი. და ვინაიდან ეს მე თვითონ მაქვს გამოცდილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ეს ბავშვებისთვის. მით უმეტეს ახლა გოგონას ვამეცანებ სრულიად არაჩვეულებრივს, რომელიც ერთ სიტყვაში აკეთებს ყველაფერს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს არის მასტერკლასები, რომელსაც ქაბადონი თათა ჩაატარებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან. ესენი გახლავთ ჩვენი სამუსიკო სკოლის ორი მოსწავლე მარიამ გორგაძე და სესილია ბუთიძე, პედაგოგები რუსუდან კვახაძე და ნანა კვირიკაძე და ეს მასტერკლასი ნამდვილად საინტერესო იქნება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gr.